Firpaso მეგობრებო, ხალხს მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი მიშა მშვილდაძე. მოგესალმებით ბატონო მიშა, როგორ ბრძანდებით? ვაუ, მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ მხნედ წელიწადის და დღის ამ დროისთვის, ჩემო ვანო. ბირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი, ჩვენ შეზე კარგად ვერ ახსნის ახლა დღევანდელ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში, მანამდე. რა ხდება გაინტერესებს? რა სადავართ, რა მდგომარეობა გაქვს, რა ვითარება გვაქვს. აი ეგეთი ამბავი. თავიდან მოდი კოვიდზე კითხავ, ხო როგორ აქვს? ხوار გებრძვის ახوار გადაგიტანია ან მე ჩამიარა დაახლოებით ამ დისტანციაზე როგორ ჩვენ ვართ ახლა და შესაძლოა უფრო ახლოსაც, იმიტომ რომ ცოლს გონდა. როგორ არის? ეხლა კარგად არის სუბუქი სიმპტომებით და აქეთას აღარ გამოავრცელა, მაგრამ ესეთი რთული ორი კვირა მე ცხოვრებაში არ მქონია. მართლა. ანუ ბიჭო, სახში ვიყავი ბავშვთან ერთად. მარტო და ბავშვი არის 10 თვის. ზრდიდი. ოდა ეხა სერიოზული ბრძოლები მქონდა რა, იმიტომ რომ 10 თვე რა ასაკია, იცი, პიროვნება ხდება რა. და თავის ჭკუაზე უნდა წარმართვა ყველაფრის რა, ფაფა არ უნდა. დაძინება არ უნდა იმ დროს, როცა უნდა დაიძინოს. ხო. მე ეხა ატყუებ რა ნევლელა რა 10 თვისაა რა. აბა მოდი კი არ დავიძინოთ, იმიტომ რომ ხელში რო აიყვან ესე. უკვე ხდება რომ ვაძინებ. შუქს რო აკრობ, უკვე ხდება ეგრევე აპროტესტებს რა. რო შუქი ჩაქრა, ეგრევე ხდება რომ ეხა აზი აბა რატო ჩაქრა. ახსოვს. და მე მოუგონე ახალი. იმაში კალიასკაში ჩავსვავდი ხოლმე რა. რომ აბა ვითომ სასეირნოდ მიდივარ და სახში ვსეირნობდი და სეირნობას ჩაიძინებდა. ორი ღამე ესე მოვატყუე. მესამე ღამეს დაახსოვდა უკვე რა. მესამეზე გააპროტესტა რომ სვავდი, იქვე დაიწყო ტირილი და ეხა თან ხოლმე გაამართლოს პატრიოსანი კაცია მაგარი თან. პატრიოსემით გამივშვალე მეც რა და ეხა რო არ დაიძინოს, ეს უნდა გააპრავოს რა, ეგრე არ არის. და ამისთვის აირჩია ეგეთი გზა რომ ვითომ რაღაც ნახატი აინტერესებს. რომ იმას უნდა უყუროს რა. ხო. ხო და მივიყვანე. უყურებს, ეხა ხო ვიცი რამდენ ხანში უნდა მობეზდეს ნახატის ყურება რა, 3 წუთი უყურებს, უნდა იმიტომ რომ რაღაც სათამაშო არის რომ დაატრიალებ ყველა ასოზე სხვადასხვა სიმღერას მღერის და ყველა ფერად ანათებს და ყველა ცხოველის ხმას გამოსცემს და ყველა ასოზე სიმღერას გიმღერის. აი მაგით აი მაქსიმუმ 5 წუთი გაერთოს ხოლმე რა. ბეზრდა ეხა ნახატი რა, ნუ აი 2 წუთი, 3 წუთი მაქსიმუმ. ბიჭო, ერთი დავიჭე, ოღონდ ცოტა ზევით არის რა, საყვანი და ცოტა მძიმეა, ესე 10 კილოა რა ეხლა რა კაცია. და მიჭირავს ხვდები რომ აი უკვე გავიდა ის დრო რა, ბობეზრება უნდა დაიწყოს და ჩამოვყავს თუ არა ეგრევე ტირილს იწყებს რა და მივხვდი რომ ეს უკვე პოლიტიკური პროტესტია რა. ანუ ეს არ აინტერესებს და მე უკვე სპორტული ინტერესის ოკეი ვეუბნები, კარგი. თუ ბრძოლა, მაშინ ბრძოლა იყოს რა, ოღონდ შენი სიტყვა ბოლომდე უნდა და მაშინ უყურე რა. აჰა. მიდი. და მე გავარ მიჭირავს და საახლოებით 15 წუთი უყურა და მე იქვე ჩაეძინა. და ჩაეძინა დავაწვინეთ ის გეიმი მოუგე. ის თამაში. იღვიძებს მეორე დილი და სახეზე ვატყობ რომ რაღაცისთვის ემზადება რა და გონია რომ ყველაფერი კარგად არის რა. და მოვიდა ის მომენტი როცა უკვე უნდა დავაძინო, გავიდა დღე და ჯერ მოსიჯე შუქი ჩაქრობა არა აყვირდა, ხელში ავიყვანე აყვირდა. კალიასკა გამოუგორე აყვირდა. მაგრამ კაი მეთქი აბა რა ვქნათ? და იქით იყურება რა. ნახატისკენ. მარა. ნახატი უკვე უჯრაში დევს ვან.
ჩაბობსეთ. მოუგე. აჯობა, ესე იგი მომის. აღარ იყო ნახატი და რა ეკდა, რა ეკდა. შეგვა, ჩამკრალ შუქში. აღარ გაუპროტესტებია დაიძინა. დედიკოც დაგვიბრუნდა მერე და მოკლედ დღესდღეობით სტაბილურად ვართ, მაგრამ ორი რამე შემომრჩა, რომ ერთი რომ დღემდე მე მიწევს ბავშვის დაძინება, იმიტომ რომ მიეჩვია და დაძინების თემა ჩემი გახდა რა, არ იძინებს უჩემოდ და ამიტომ უნდა დავაძინო ყოველთვის. და მეორე ის არის რომ თუ მე ჩაიშოს ვანო ცალი ხელით შემიძლია გამოვცოლო პამპერსი. აი ესე მოხერხებულად გადმოვიდეთ ახლა პოლიტიკის თემაზე. ვინ შეგიძლია გამოვცოლო პამპერსი, აბა პოლიტიკა. ნებისმიერ. პოლიტიკა აბა მომიყევი ახლა ვინ შეგიძლია მარტივად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არავის არ დაჭირდება რა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ მართლა ისტორიული მომენტია რა. ხო, კი ბატონო. იმიტომ რომ როგორ არის, თუ ჩავთვლით რომ ისტორიული მომენტია, მაშინ გახდება ისტორიული მომენტი თორე. ეხლა ჩვენ თუ პარლამენტში შევედით ან რამე ისეთ ადგილას შევედით, რაც უსამართლობის განსახიერება იქნება, ეხლა ამ არჩევნებით არჩეული პარლამენტი ეხლა როგორ შეიძლება რომ რამე სიკეთის წყარო გახდეს, აი ყველა დონეზე რა. მეცნიერულად რომ მიუდგეთ, ხო, რავი, აი ლარის კურსზე აისახება პოზიტიურად ეს პარლამენტი რომ შეიკრიბოს და უთხრა, აი რას უნდა ველოდოთ. 2012-დან 16-მდე 2-მდე ხო აიყვანეს. 16-დან 20-მდე 3-მდე ხო აიყვანეს. კი ბატონო. ანუ ეხლა ხო 4-მდე აიყვანე, ხო სხვა პონტი ხო არ არის. ანუ აი რას უნდა ელოდო? არა, ხო რა. უკან წამო ეხლა ჯერ ჩავა, ჯერ 3-ს ჩაცდება და 2020-ში მე 2-ს ჩაცდება რა. ხო, ეგ არის ხო ვითომ. ხო, ამის ჯერა ვინმეს არ ჯერა, ბიჭო, ვინც ხმას აძლევს, ამის იმასაც არ ჯერა. ეგეთ რაღაცების ჯერა ელისაშვილს. ელისაშვილს მაგარი რამის ჯერა, როგორც გაიყვა, რომ რაღაც ჩაწიკწიკებული კოდექსის ჯერა. არ არის ცუდი, შენ გონია ცუდია, ჩაწიკწიკებულ კოდექს რა ჯობია. მაგრამ ხო იცი სტალინი რას ამბობდა? არჩევნებს ვინ იგებსო? ვინც ხმებს ითვლისო. ხმებს ვინც ითვლისო რა და ეხლა რავი, აბა ხმებს დაგვათვლევინებს ბიძინა. ხო, ეხლა ხო ამბობს რომ ანუ მოდითო კაცო გადავითვალოთო. გადავითვალოთ თუ 1%-ს ნახავთო ცდომილებასო, ჩვენ დავნიშნავთ ხელმეორე არჩევნებს ეს. და ცესკოს რეფორმაზეც აგერ გეტყვი ცდომილებას. დაახევინეს უკან, ანუ ეგ არის ალეკოსის აქვია. ხო, ნაღდი ამბავ. მაშინ აგერ ალეკოსაც გამოადგება, ეხლა რასაც ვიტყვი რა. 7000 ბიულეტენი არის გამქრალი. ეს რას ნიშნავს? ანუ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ 7000 ბიულეტენი გამოიტანეს რომ მერე კარუსელს დაეტრიალებინა. მუღამი რა არის? გამოტანილი ბიულეტენი ტიპი შედის არ ხაზავს, იქ არ ჩააგდებს. გამოიტანს გარეთ და მე ამათ ყავთ მოყვანილი სკოლსკი ხალხი რა, ვისთვისაც ფულია გადახდილი მის დაშინებული ყავთ, რომელმაც ესე კი არ ენდობია რომ შედი ძმაო ხმა მიეცი. არა, იმან უნდა გამოიტანოს დოკუმენტი შემოხაზული. და ის რომ შედის ხო აძლევენ იმას თავისას, ეს შემოხაზულს აძლევენ, შემოხაზულს ჩააგდებს და შემოუხაზავი უნდა გამოიტანოს სუბთა. ხო. და ესე ტრიალებს კარუსელი რა. სომხური კარუსელი დავარქვით ჩვენ რატომღაც, ვითომ ეხლა სომხეთში ალბათ ქართული კარუსელი ჩვენ ხო სომხები ხო ეგეთ რაღაცებს თუ ერთმანეთს ვაბრალებთ. ვითომ იმათგან ვისწავლეთ რა ეხლა ჩვენ ეხლა ვინ ვის ასწავლა მოდი გაიგე. ხოდა ეგ ამბავია ტრიალებს ეს 7000 გამქრალი ბიულეტენი რას ნიშნავს რა ბოლომდე ზუსტები რო იყო და არავინ მოგვედაოს რომ რამით სპეკულირებ ციფრებით არის რომ აქ ხო მაჟორიტარულიც იყო მაჟორიტარულში უფრო მეტად ატრიალებდნენ იმიტომ პირადი ინტერესი ყოველთვის უფრო მაგრამ უშაობს ვიდრე პარტიული რაც არ უნდა პარტიის იყო პატრიოტი შენი თავისთვის რომ იჩალიჩებ პარტიისთვის ინდეს ვერ იჩალიჩებ და მართლა ესეც არის რა იმიტომ რომ მაჟორიტარული ისეთი რა ქვია ნახევარზე მეტია მაჟორიტარული ამ 7000-დან გატანილი ანუ მაჟორიტარული უფრო მეტი ტრიალებდა სხვა შორის ეგ პრობლემები არიან ვინც მაგას აკეთებს მაჟორიტარული სხვა ტრია შეშო პარტიულის დამიტრიალე რა პონტია ვერ გავიგე მაგათთან ბიძინა მართალია და თან ეს უბედურება რა არის ისი რომ ეს ტიპები მე იმაში ჩანან რა ქვია ეგზიტ პოლში ჩანან რა
ანუ exit poll-ი ვერ გამორიცხავს ამ ესე მოყვანილებს ამ კარუსელის კამანდას. ადამიანმა რომელსაც ადამიანი მოდის რა შედის ხმასაძლევს გამოდის და თუ კითხავ ვის მიეცი გეუბნება ვისაც მიცარა და შედის. თუ მისა 10 ჯერ ეუბნება. ამდენჯერაც არ უნდა მიცეს რა. ხო და 100,000 ხმა არის ეს არა? აი ესე მარტივად 100,000 არის 5%-ია თუ რამდენია? ხო, კი ბატონო. ეს არის 5%, აი ეს გაგიზომე ახლა. აჰა. უთხარით ეს კობახიძეს. 1% არ არის, 5%-ია. 5 არის. გაყავდა მორჩა, ალეკო გაყავდა, აი მაგ ნაწილში გაყავდა 5%. ალეკო 3% სად გააყალბეს იცი? აი 45%-ო ისვედმა რო დაწერა პირველ მეორე დღეს. 48 არაო, 45 უნდა იყოსო. ეგ სად გააყალბეს იცი? უკვე რო ოქმები შედგენილია, დათვლილია, გაგზავნილია და აი იქ მოიტყუეს რა ციფრები. ეგ მან უკვე რიცხვებში რო გატყუებენ. ჰოპ, გაგახედეს და თან როგორ გატყუებ, ბავშვი რო ფოკუს გიკეთებს რა და რო ხდები და თითი რო კრე. ხო, თითი ხო და ეს რანაირად უნდა. 3% ცოტა კი არ არის. 3% მოიტყუეს დათვლაში. დათვლაში მოიტყუეს 3% და მერე გადააკეთეს ის ოქმები ისე რომ ეს 3% გაიправეს 48 დატოვეს. ხო, იმიტომ არის ამდენი ოქმი გადაკეთებული. 30% ოქმებში ბალანსი ვერ დასვეს. ეს რას ნიშნავს იცი? ყოველი მესამე ოქმი ვერ დათვალეს და დათვალეს თან მილიარდებს კი არ ითვლიან. 700-800-ის ფარგლებშია და ერთ უბანზე დასათვლელი. სულ არის 1500 რეგისტრირებული ამორჩეველი საშუალოდ და მოდის იქიდან დაახლოებით მაგდენი ნახევარი. და აი ეგ უნდა დათვალო რა, ეხა მართლა რთული ის კი არა აქვს და ფესვი კი არ უნდა მათემატიკა ხო. გაყოფაც არ ჭირდებათ, გამრავლებაც არ ჭირდებათ, გამოკლებაც არ ჭირდებათ, მარტო მიმატება. აი ხდები, ანუ არითმეტიკის მეოთხედით, კი არა და რა, მიასედით შეგიძლია რომ არ ეხა რანაირად უნდა შეგე 700-ია ხო? და რამდენი კაცი ესწრება? და ყოველ მესამეს რო ეშლება ეგა, ეშლება. ხო და მოკლედ გაყალბდა კი არა. ეხლა რეები არ ვიცით, მიწერილები და ის ხო არის ფოტო რო არის. ბევრი პასპორტი რო უჭირავს ვიღაცას იქ რო დგას. ეგ ხო ფოტოზე ყავს ნანახი ხო რომ ეგ ტიპი არსებობს. ბევრი პასპორტიან. უცხო პლანეტელის ფოტო არა გვაქვს ნანახი. თავს ვერ დავდებთ. ამაზე უეჭველი ვიცით რო არსებობს. ესეთი რამდენი ტიპია ხო არ ვიცით. და ხო მე რა თქმა უნდა არ ვიცით რა ეხლა ამას ვერ უზომავთ ხო მაგრამ ის იზომება ის გეუბნები ის 100,000 ხმა არის მაგრამ ეს ხო ის არის კიდე რა ანუ ელჩებიც ხო მაგაზეც გაბრაზდნენ ჩვენზე გაბრაზდნენ ელჩები ხო რატო ჩხუბობთ 30 წელია მართლა ესე ცხოვრობთ და ესეთ არჩევნებს ატარებთ და ანუ რა გაჩხუბებთ ანუ რა ანა მართალი არა მაგას რო ამბობთ მარა ამერიკის ელჩმა თქვა სხვათაშორის პირდაპირ ვიტყვი ხო იცი უბრალოდ ეს 30 წელი რო არ მოგწონდა ჩვენ განა მოგწონდა არ მოგწონდა რა და პონტი არ იყო აქამდე და ეხა პონტი გაჩნდა რა ვიხვდი ბევრი ხალხი მივხვდით რას ნიშნავს გაყალბება და როგორ ტეხავს მილიონი ადამიანი მივედით რომ შეგვეცვალა და ნო გვითხრეს 60,000 მარტო თვლაში მოგვატყუეს მივხვდი ანუ ერთი სტადიონი დინამო სტადიონი სავსე გაძეძგილი გულანთებული პატრიოტები გვითხრესო თქვენ არ არსებობთ არ გაგვაქარეს ერთი დინამო სტადიონი ხალხი აი მარტო ბოლო გადათვლაში რა უკვე რო ყველაფერი მორჩა და დავთვალეს აიქა ერთი დინამო სტადიონი ხალხი ერთი დინამო სტადიონი ხალხი არ არის ცოტა ხალხი დინამო სტადიონზეც არ მინახავს კარგა ხანია მაგდენი ერთი დინამო სტადიონი ხალხი არათუ სხვა ხო არა ეს ხოდა რაღაც პოსტი ელჩებთან დაკავშირებით თუ ხელფასი იქნება მაგათმაც ლარში ო აი ლარში რო კონდეთ მაგათაც ხელფასი და კრედიტი დოლარში ალბათ უფრო გაგვიგებდნენ სად გვეჩქარება რა და რატო გვეჩქარება იმიტომ რომ მართლა ეგრეა რა მართლა ის არის რა ქვია დიდი მადლობა მათ ძალისხმევას და ფასილიტაციას მივესალმებით ცხადია. ხო, ფასილიტირებენ. ხო, რა, მშვენიერია, კაცო, ამათ რა თქმა უნდა ფასილიტირება საჭირო არის ამ ვითარებაში, რომ ადამიანები ვერ ლაპარაკობენ აბა ერთმანეთში ისე და ზოგადად კონსტრუქციულობისკენ მოწოდება ყოველთვის გვესმის
ოპოზიციის მიმართ. მან ამბავია იცი რომ მაგალითად 4 წლის მერე რო არჩევნები იქნება, შეიძლება იმ არჩევნებზეც გითხრან რომ 34 წელია ესე ხართ და ეხლა რა გაყვინებს. მერე იმის შემდეგ არჩევნები 38 წელია ასე ხართ და უფრო მართლები იქნებიან თან, მიხვდი. ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო მართლები იქნება, კაი ეხა მართლა 42 წელია ასე ხარ და კიდია. კარგი ეხა რა, რაღა დღეს მაინც და რა იყო. და შენც რასე კარგი ზღაური ვიქნებით ხა. ერთი სიტყვით ეხლა ასაც უყურებ, შენ მაინც იმედიანად ხარ. რომ დღევანდელი გადმოსახედიდან რაც ჩვენ ტელევიზორში ვხედავთ. ბიჭო, როგორ გითხრა, აი როგორ გინდა რომ იმედიანად იყო, იმიტომ რომ ერთპარტიული პარლამენტი რო იყოს 5 თვე და მე რომ შევიდეს დანარჩენი ოპოზიცია რა იცულება. არაფერი არ არის რა. არ არის ეგ ვითარების შეცვლა. ვითარების შეცვლა ერთადერთი არის ხელახალი არჩევნები, რაც უნდა დაინიშნოს, სადაც უნდა მივიდეთ, რა ვიცი, გზა ალბათ რთული იქნება, მაგრამ ხო, მარტივი რაღაცის გამო არავით არის პოზიტიური მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის მმართველობას მომავალში. აღარ უკავშირდება. აღარ უკავშირდება. აღარ ელი რამე კარგს რა ამ პირობებში და ბიძინა შეუძლია უბრალოდ დრო მოიგოს, დრო გაწელოს და მთელი ეს ამბებიც ეგ არის რა. რაღაც ახალი ვიროში მაკო მოიფიქროს მან. ხო, რა რაღაცას, მაგრამ სადღაც ახლა არ გაუვარა ახლა ყველაფერს ის რა ქვია ვერ იგებდა, ვერც კარპოვი, ვერც კასპაროვი, ვერც ფიშერი. ვერც ტალეირანი, ვერც ხო, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ ყველა მოგება აქ ჯერჯერობით. ნუ ეხლა ეგრე ესე მიყოლებით უწყვეტ სიგში ყველა ეგრეა ხოლმე. აი წაგების მერე მოგება არის ძნელი. წაგების მერე მოგება ხო რა თქმა. აი უნდა ქნას ბიძინამ თუ მაგარია, მაგრამ ჯერ უნდა წააგოს თუ მაგარია. და მერე წაგების მერე უნდა მოიგოს თუ მაგარია, თორე ესე ეხლა თვითონვე რო ითulis და წარმოიდგინე რომ შენ ხარ ბიძინა და შეგიძლია რა, რომ კიდე იყო. კიდე იარსიბო, კიდე დი. და ბიჭო შენ ძნელად შენ კეთილი ადამიანი ხარ მართლა. სადღაც მოგბეზდება ამოგივა ყელში რა, ან რად გინდა. ან იმას რა თუნდა. ბიძინამ რომ ფულის პროსტა ფლანგვა დაიწყოს ხვალიდან. კაზინოებში და გულაობა. ხუდები რამდენი ხანი უნდა ხარჯოს? ისიც მობეზრდება. ვერ მაგდენს ვერ ითამაშებს, ვერ გაიყნოსავს, ვერ იცამს მაგდენს. რა უნდა რისი მუღამი აქვს, რაღა უნდა. კაი, მოდი დავანებოთ ახლა პოლიტიკას თავი. ტელევიზიაზეც თქვათ, ფორმულაზე რა ხდება, როგორ აგაქვს საქმეები? ფორმულაზე გვაქვს ბევრი მიმართულები ბრძოლები. ბიჭო, ის არ დაგვაკიდებინეს, იცი? რა? რო ფორმულა ვართ. ანუ სარეკლამო არ რა? არა, იმ შენობაში მაღალი შენობა რო არის. ძველი რუსთავი შენობა, ხო. დეილისთან. რო იქ არის ფორმულა. ეხლა ხოლმე ეწერო სადმე რო აი ფორმულა არის აქა. ხო და არაო. რატო? მერიამ აგვიკრძალა. ხო სულ ეკიდა მათ რაღაცა აბრა. რუსთავი ორის ეკიდა. რუსთავი ორი ეკიდა, ედიკას დროს რუსთავი ორი ეკიდა. ეხლა არ დაგვაკიდინეს ფორმულა. ისინიც ეკიდა რაღაც ბეთები და იკაცო აჭარა ბეთი, ბოლოს ევროპა ბეთი ეკიდა, ბოლოს. ევროპა ბეთი გავუვიდა კონტრაქტი. ხო. მივედი ჩვენ იგივე კომპანიას და უთხრეთ რომ მოდი ახლა ფორმულა დავაწეროთ, იმიტომ ფორმულა ვართ რა, ხო უნდა გვეწეროს. დავკიდეთ. და მერიიდან მე მოვიდა რომ იერსახეს ამახინჯებს რომ ჩამოხსენით, ნუ იმ კომპანიას უთხრეს რა და იმ კომპანიას ეთქობა სხვაგანაც აქვს რაღაცეები დასაკარგი და ნუ ეხლა უარი ვერ უთხრეს ჩამოხსნეს ხო და ეგრე გამოდის რომ აი ფორმულა ვართ, მაგრამ ვერ ვიწერთ რო ვართ. იერსახეს ანა ეთამახინჯებს. ბიჭო არ ვიცი აი რა იქთან რა იერსახეს სულ ეწერა ჯერ ერთი მანსუ რაღაც. ეხლა წერია გვერდზე კორპუსზე Mazda თუ Honda თუ რაღაც ზეტები. ხო ის არ ამახინჯებს რა. ზეთები მართლა რაღაცა ეგეთი აწერია ხო ზეთები თუ აკუმულატორები ახლა ნუ მომედავებით. მაგრამ ნუ იუნესკოს რეკლამა არ არის რა მოკლედ. ზათო რაღაცა მიწიერი აწერია. აი ამახინჯებს კი არა. აი სოფლიო არქიტექტურას თუ კი რამე შეუქმნია აი კაიროს გეტოებიდან დაწყებული რაღაცა ჩიკაგოს სათამბჯენებით ყველაფერია
აბსოლუტურად ყველაფერი არა. ხრუშოვკები, 9 სართულიანები, გაცხრა სართულიანებული ხრუშოვკები. ლოჯები ხო მიაშენეს, შეაშენეს, შემოაშენეს, დააშენეს და ამოიყვანეს და დგას. რაღაცა კერძობინები მე უცბად. ოღონდ ყოველგვარი ლოგიკის და თანმიმდევრობის გარეშე რა ესე მიყვები რომ კერძობინა კორპუსი კორპუსი აბსოლუტური ეკლექტიკა არის არ ვიცი ვიღაცა არის ჩაყრილია ესე კერძობინა აქვს ვიღაცა ბასეინი აქვს გვერდზე კორპუსი ადგას თავზე აი ვერ გაიგებ რა ხდება და ესე ჩაყრილია ეს ქალაქში ალაზე მიანებლობები არის ჩაყრილი ამახინდეს გირჩის და ერთმა მოიფიქრა რაღაცა ხრელი და რაღაც წინადადებაში უნდა დაწერო აი შევაპარაკო აქ რაღაცის ფორმულა აი რაღაცა ჩვენი სილამაზის ფორმულა რაღაც ზეთის ფორმულა ზეთები ევასება ზეთებს უშორებ ერთი რამ აქ წინანახი ხო არის მიშენება დაშენება ყველაფერი და ამას ჰქონდა აი შეშენებული აქედა რა მართლა ცოტა დამრეცად შეაშენ პარტი მოიგვა ეს ყო რაღაცა გავი კარგი ახ ეს არ მაგარია კიდე ერთ თემას მინდა შევეხო ანუ შეთვის ეს სახალისო თემაც არის ცოტა ესეთი ძიმეც არის მაგრამ სახალისო ანუ ძიმეც არის მაგრამ აი ეს ბანკების დაყაჩაღება რომ ძალიან ისეთია რა ანუ ერთეული შემთხვევები პოპულარული რო გახდა თუ აი რა დავარქვა არის ხო ჯერამ ესებუამ ხო ახალი ტალღა გახსნა ხო ეს ბანკების დაყაჩაღების მიმართ ზოგადად ეხლა მოგიყვები მაგარ ამბავს მაშინ ჯერ კიდევ იქ ვიყავით რუსთავი 2-ში და ახალი მოსულები არიან ცოტა შედარებით კოცები და უკვე ნელ-ნელა რო ის არის რა და იქ იყო მუცუბიძეზე იყო პატარა ფილიალი საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი. კი, ვიცი. და ღამე მივდივარ დღეს სახში და ხედავ დაყაჩაღებულია რა, შემოღობილია ლენტით ვიღაცა შესულ. ვა, ესეთი ამბავი მოხდა, მანამდე ხა ბანკის დაყაჩაღება მოვლენა იყო რა, ხდებოდა ეხლა რავი. და მომხდა თვალში. წავედი ცოტა ხნის მერე ერთი 3-4 თვის მერე მოდივარ და ხედავ იგივე ადგილას, იგივე ბანკი კიდე ერთხელ არის დაყაჩაღებული. მაგრამ პირველად რომ დაყაჩაღდა ხო სახში რომ მივედი აი სადარბაზოში შევდივარ ზუსტად ეგეთივე პატარა ფილიალი ექსპრეს ფილიალი საქართველოს ბანკის არის აქ ჩემ კორპუსშიც ჩემი სადარბაზო გვერდზე პავლოვზე და იქ რო შევდივარ ცოტა მომხდა თვალში რომ ზუსტად ესე დააყაჩაღეს მივდივარ მეორე დააყაჩაღეს ისა რა და ეხლა დავფიქრდი რომ ეხლა მათემატიკური ალბათური პრინციპით იქ ჩემი რო არ დააყაჩაღონ ეხლა ძალიან მალე გამორიცხულია იმიტომ იქ ორჯერ დააყაჩაღეს რა ეხლა ამას უწევს უეჭველი და ცოლსაც უთხარ რომ მე ცოტა თხილად შემოდით ხო რა ეხლა დააკვირდი რა ეხლა აქ უწევს თვენახევარში ამამბიდან მართლა თვენახევარში დააყაჩაღეს. შევარდნენ იარაღით გაიტანეს. მეორე დააყაჩაღეს მე კიდე რამდენიმე თვეში. წლის მე თუ რაღაცა. მეორე დრო დააყაჩაღეს უკვე პოლიციის უფროსი მოვარ და უკვე გაბრაზებული იყო რა ძაღლებით იყო. რაღაც სუნი აიღეს ალბათ წავიდნენ ტაქსი. მიყვნენ იქამდე საიდანს მანქანიდან გადმოვიდა ტიპი რა და მე დაკარგეს და ნუ ძაღლმას რა აკრას. თავიდანვე იქ ყოფილიყო არ გაუშვებდა. მე რომ მოიყვანეს რა შეეძლო გვერდზე ქუჩამდე გაიყვანა და ნუ ვერ დაიჭირეს. მე დააყაჩაღეს საზამთროთი. რას ნიშნავს? საზამთროთი შევიდა ტიპი და დროზე ფულიო და ატყუებდა შიგნით ბომბადებს თუ არ ვიცი რა. და იმათაც ეთქობა დაიჯერესო ეთქობა ამ საზამთროთი ჩაი ბომბი ჩადო და არ ვიცი რა მოხდა. დააყაჩაღეს ფულისა ეს უკანასკნელი დაიჭირეს. მე ბანკსაც მობეზდა ეთყობა ამდენი დაყაჩაღება ეხლა ეს სათამაშოების მაღაზია მაგარია. შენთან და ეხლა ყაჩაღებსაც გული აქვს რა ეხლა ბავშვების მაღაზიასთან დააყაჩაღეს. არ მოსულა. ბანკი მოსულა, ბანკებს უბერავენ. არა, ესებუა ძალიან მაგრა გამოვიდა რა კარგი. ესებუა ალბათ მაგარს ნანობს. რატო ნანობს? ბიჭო, 9 მილიონი ხო იცი რატო თქვა მაგან, მე დაწერეს რა მაგის ექსპერტებმა, 9 მილიონი რატო წაიღო? 9 მილიონი არის სადღაც 5 კილო თუ 7 კილო თუ რაღაც წონაში არის. წონაში არის იმდენი რომ გარბი ხარ რა. არ შეგაწუხოს წონა. არ შეგაწუხებს და გადახტები, გადმოხტები, გადაგორდები, ისური ხეზე აძურები, წყალში არ გაბრკოლებს რა, ის წონა არის და ესო პროფი იყო რა. ხო. იმდენი რომ აი საკაიფოდ მაგას საწყალს ეგონა რომ გაეკიდებოდნენ.
მაგისტრის ემზადებოდა რა და აი 9 მილიონი ორ როგორი მოჭერი იმიტომ რომ ამდენსაც სიტყვა და ეხა მიუტანდნენ ხო 4 მილიონი რო ეთქვა 5 მილიონი რასი ხო 9 მილიონი ჰოპ და გაიქცა კი ბატონო მოდი 90-იან წლებზე რადგანაც ეხა კრიმინალზე გადავედით ხო ну რეალურად ყველა ჩვენი ეპოქა უფრო 90-იანების ეპოქაა რა. ეხა იხსენებენ ხოლმე 90-იანებს კი. ადარებენ. აი ბოლო ეხლა სადღაც 2010-დან სიტყვაზე ან 2005-დან აქ ამ დრომდე ხო ბევრი რამე არა გვაქვს ჩალექილი, ანუ ის უფრო გვაქვს რა, ანუ დიდი დოზით რა. სტუდენტი რომ მოწეს 92 წელს გავხდი სტუდენტი მე. 1992 წელს. 92 წელს. სამოქალაქო ომი აფხაზეთში ომი, აი რაღაცა ყველანაირი ომი გაქვს. დენი არ არის, კატასტროფა ხდება, შიმშილი უკვე დაწყებულია. ფული არ არის, აფერი არ არის და ეხა პონტი რა იყო, იცი 90-იანებში ეხა მთავარი რა იყო, იცი? რა უნდა გქონოდა? ხო. ფეხსაცმელი. ხო. ფეხსაცმელი გახდა ეხა როგორც ტელეფონი ან PlayStation, აი მნიშვნელოვანი ნივთი როა რა, ეგრე იყო ფეხსაცმელი. და სტუდენტი ხდები, კაროჩე და 40 ლარი მაქვს. 40 ლარი, კაი, ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო. ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო, ეხა 40 ლარი როგორ არის, იცი რომ მაშინ არის თავარი ფეხსაცმელი, რაც არის ინსპექტორები ესეთი. ნაჩვენებებიან. და იმაშიც არის იმპერიალები. ეს არის ტოპ, ეს არის საოცნებო ფეხსაცმელი, არა იმპერიალები არიან და ამ ინსპექტორების $100 ღირს ეხლა მაგის პონტი არა მაქვს ზუსტად ვიცი. და კერავენ აქ ყველა გარაჟში კერავენ ამ ფეხსაცმელებს, ამ ინსპექტორებსაც კერავენ ხო სხვანაირად, გვალი წვირია. ქართულად კერავენ. რა. ქართულად. აი ყველა რო ხვდება რომ ის გინდა და ეს გაცვია, აი ეგეთებს კერავენ რა. თელი ბაზრობა მოვიარე ხა ფასი რაღაცა არ არის რა ის რას და ვიღაც ტიპი მოდის ჩანთა გადაკიდებული ჩემი შეკერილიაო რა და ვყიდიო და გაშალა და ინსპექტორები ნაღდი იმპერიალები ეგეთი ფორმის ზუსტად ესეც ეთყობა მუღამისტი იყო რა და ზუსტად ის შემოკერებული ყველაფერი ვიღაც ხების მოვიდნენ ისინჯავენ და ერთი ამბავია და მოკლედ გავიზომე ეს 44 მინდა და დავე და ვიყიდე რა და ბედნიერი ვარ რომ რა ფეხსაცმელი ვიყიდე იცი ჯერ ვერავინ ვერ მიხვდება რომ ნაღდი არ არის კაი ფეიკია რა ძალიან მაგარი ფეიკია და სახში მივედი ერთი სული მაქვს მეორე დღეს ჩავიცო იქ რაღაცა მქონდა თეთრი საროჭკა და თეთრი შარვალი ლევისის და იმაზე ეს უნდა ჩავიცო ვიცი რა უკვე რა როგორ უნდა წავიდე ხოდა ბიჭო სახშიც ვერ მივხვდი რომ მივედი ისეთი აღტაცებული ვიყავი რა შენაძენით მივხვდი აი მეორე ლექციაზე სადღაც რა რომ ცალი ფეხსაცმელი მიჭერს მაგრად ძალიან მაგრად მიჭერს რა და დავხედე რა და აი მიჭერს კი არა აი ხო არა ერთი 44-ია და მეორე 43-ია ეს არის 41 ალბათ და ისეთი პატარა არის რა რომ ეთყობა რა გვერდ-როდი რომ ეს პატარა 44-43 ვერ გაარჩევ აუ ეს რა და თან ეს ტიპი ახლა სად ვიპოვო ჩანთით იყო რამე ადგილზე მაინც გარიყო იკითხა არავინ არ იცნობდა ვეძებე ვერ ვნახე თან ეს ფეხსაცმელი ბედისწერაა უკვე რა იმიტომ რომ ახლა ფეხსაცმელი კიდე ერთი წელი ფეხსაცმლის ფული არ იქნება ეგრე სად არის ანუ რაც იყიდე იმით უნდა იარო ანუ მეტი არ ქონდა ეგერთი ქონდა მამაჩემის ფეხსაცმლები ჩავიცვი წავედი ესენი ვიყიდე მივედი მამაჩემს მივეცი ისა და ესენი მაგა ერთი წელი ბიჭო ამით ვიარ ოღონდ ეხა პონტი რა იყო იცი რომ ესე ვერ დავჯდებოდი რა ვერსად რა ესე რა ფეხები გვერდი პონტი არ იყო რა ამიტომ ეგრევე იწვევი რომ რაღაცა არეულობა გაცვია რა ერთი სხვა ზომა საერთოდ რა ბავშვი საერთი და ერთი
და ამიტომ ვიჯექი ხოლმე ან ესე სულ რა მეტროში რომ გზავრობ და ესე მაქსიმალ შორიშორს იყოს არავინ დაადაროს მე ან ესე რაღაცა ეს დაშორება ქონდა სუ დისტანციას ვიცავდი რა ესე მე პრობლემაა რომ შარვალი რო გამოგიცვდება აქ უბეში ესე ვეღარ ზიხარ რა მე მარტო ეს ოფცია გაქვს ეს ორი ერთად რო დაემთხვა ერთმანეთს ეგ ყველაზე რთული ბოლო თვეები იყო მე ფეხი რაღაცა დამიჩირქდა კასტილი დამჭირდა მოკლედ დრამა იყო დიდი მაგრამ შემდეგ წლამდე მივედი რა მაგრამ აი ეს ტრავმა დამიტოვა რა რომ დღემდე ეს მიყვარს რა ამოცმა და იმიტომ დადიხარ რა რომ ეს არის და ის ახალი სახში დევს ხო და ეგ არის 90-იანები რა იქამდე მე მგონი ჯერჯერობით შორია მაგრამ ბიჭო, ავი, ეგ 30 წლის წინ იყო რა და მართლა ეხლა იმის მერე ის 30 წელი გავიდა ამერიკის ელჩმა რო დაგვაყვედრა. კი ბატონო. ხო და მე მგონი წინ უნდა წავიდეთ როგორც ფეხსაცმელების თვალსაზრისით, ფეხსაცმელებთან ურთიერთობის და ფუფუნების აგნებად ფეხსაცმელი აღარ უნდა ითვლებოდეს. აღარ. ითვლებოდა. ოკეი. ხო, 90-იანებში არ დავბრუნდეთ რა და 90-იანებში არ დავბრუნდეთ, ამისათვის საჭიროა ბოიკოტი, ვანო. კი ბატონო. ბოიკოტი. ბოლომდე დავიცვათ და თუ გადასაგდები არის, ვინმე ბიზინა გადავაგდოთ, ხალხი არა. კი ბატონო. ძალიან ეს არის დიდი მადლობა მიშა, ძალიან საინტერესო იყო შენის შეჭრა, ბევრი ვიცინეთ, ძალიან ბევრი რაღაცა. მადლობა, ვანო. იმედია, ყველაფერი ისე წავა, როგორც ხალხს გვინდა. და იქნება ყველაფერი საუკეთესოდ. ირაკლის აღინაძემ თქვა ერთხელ, რომ long term-ში ყველაფერი იქნება საშუალოდ. კარგია. ეგრე იქნება რა, რეალურად. დიდი მადლობა, მიშამ შვილდაძე იყო ჩვენი განაცხადი. მადლობა.